ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება. დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდებოდა, აღმოჩნდა ისეთივე მეგატყვილი, როგორც ტყუილსაც წარმოადგენს 10 წლების განმავლობაში ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი. იანვრის შემდეგ გავიდა 8 თვე, მაგრამ ეს რუსული რეჟიმი კვლავაც ისევე არალეგიტიმური და არ აღიარებულია, როგორც ის იყო ამ წლის იანვრამდე და როგორც ის იყო მთელი პერიოდის განმავლობაში 2024 წლის 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნების შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშვარის არაღიარების შესწრების წინადადებაა შესული, რომელიც აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ სხვადასხვა ორგანოს უკრძალავს ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის აღიარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწრების წინადადება მიბმულია კანონპროექტის 313 მუხლთან, რომელიც საჯარო ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ის მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ugzalავს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ძალიან მნიშვნელოვან არსებულ კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მილიონების ლობისტებში ხარჯვის მიუხედავად ამ ფაქტს ვერაფერი ვერ ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი, არავითარი ნორმალიზება არ ხდება და არ მომხდარა. მეორე, ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმაცია. მესამე, ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ ჩანიშვნის და თავისუფალ პირობებში ჩატარების და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე არავითარი სივრცე და საშუალება პოლიტიკური ურთიერთობების გადატვირთვისა ამ რეჟიმს არ ექნება არც ვაშინგტონთან და არც ბრიუსელთან ურთიერთობებში და რა თქმა უნდა მეოთხე, ისაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ძლიერი საქართველო წლების განმავლობაში, მათ შორის კონკრეტულად ვაშინგტონში მუშაობდა და მუშაობს ამ რეჟიმის შემდგომი დელეგიტიმაციის და დიახ სანქცირების მისაღწევად. ეს არის ის კურსი, რომელსაც ძლიერი საქართველო ლელო ყოველთვის ემხრობოდა, ყოველთვის ლობირებდა, ყველა მის კომუნიკაციაში ასახავდა სახელმწიფო დეპარტამენტთან, სენატთან და კონგრესთან საუბრისას ხაზს უსვამდა, კვლავაც უსვამს და მუდამ გაუსვამს. ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოროტმოქმედი რეჟიმის სხვადასხვა წევრები და ყველა ის პირი, რომელიც ერთი თუ მეორე ფორმით კვებავს ამ რეჟიმს, იქნებიან ესენი პროპაგანდისტები თუ სხვა წრების წარმომადგენლები, რომელიც ხელს უწყობენ აი ბოროტმოქმედი, ანტიქართული, ანტიამერიკული, ანტიევროპული რეჟიმის გამოკვებას და გადღეგრძელებას, ყველა ასეთი პირი უნდა დასანქცირდეს. ეს იყო, არის და რჩება ამ პოლიტიკური ძალის ლელო ძლიერი საქართველოს ერთადერთ რეალურ და ფორმალურ პოზიციად, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ლობირებთ ხოლმე და წელსაც რამდენიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, მათ შორის ორჯერ ვაშინგტონში მხოლოდ წელს ლობირებდით სწორედ ამ პოზიციას. შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება, ეს არის ბრძოლა პროტესტით, ბრძოლა არჩევნებით, ბრძოლა საერთაშორისო დელეგიტიმაციით და რა თქმა უნდა ქართულ ხალხს ყველას ვიწვევთ ამ ბრძოლის სხვადასხვა ფორმაში და მათ შორის იმისათვის და იმისაკენ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დიდი სილა გააწნან ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. მადლობა.